მუშაობ. მალე მოხვალ? აი 9 საათში ყავს ერთი პაციენტი, მე კიდე ერთი და მე მოვდივარ. მოხდა რამე? არაფერი კაც კი არ მოხდა. მამა შენმა მალხაზმა ისეთი შებოლილი სულგუნი მოიტანა ნიკა გაგიჟდები. ხოდა ვიფიქრე თუ მალე მოხვიდოდი ელარს გაგიკეთებდი. რაღა თუ დედა, რაღა თუ. ანუ სამსახურის მერე პირდაპირ მოხვალ. სამსახურის მერე კი არა, ჰიპოკრატეს მიწს რომ ხონდეს დადებული, ხო წამოვიდა. კაიდე, კაი, მაშინ გაუშვებ ხა მამა შენს ღერღილზე. აუც გეხვეწები რა 1 საათით ადრე დამირეკე რომ დავადგა. არის. კაი, კაი გელოდები. ცალია? კი, მოდი. ყავს პაციენტი. 9 საათში. მაშინ თავისუფლად მოსწრებ კაფეში ჩამოსვლას. ჩადიხარ უკვე? კი, მერე პაციენტი ველოდება და მინდა რომ მოვასწრო. იცი რა, მაშინ ჩადი შენ, იმიტომ რომ ნუნუ გააკეთა ელარჯი და მე სახლში შევჭამ. ეგრე გეთქვა, ელარჯი თუ გვხდება სახლში. გიყვარ? გიჟდები, ეგრე არც ერთი საჭმელი არ მოყვა. მართლა? რატო გაგიკვირდა, იცნობ ვინმეს, ვისაც არ უყვარს. ისე მართლა არავის არ ვიცნობ. თან არ იცი ნუნუ რა ელარჯს აკეთებს. კარგი ნერვებს ნუღა მიშლი. ხო იცი, აქ რანაირი საჭმელი უნდა ვჭამო ახლა. ხო და მაშინ არ ჭამო, მოითმინე 1 საათი, საათნახევარი და წამოდი გეპატეჟები ელარჯზე. შენთან? არა. რა არის? მე რიდება, ეს ხوار მივადგები დედა შენს. ჯერ ერთი ნუნუ გიждდება შენზე. მე კიდე სტუმრები ძალიან უყვარს. ვიცი, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ იყოს აქ შევჭამ. არ იცი რა ძალიან მოგვარს. აბა? კაფის ხაჭაპური თუ ნუნუს ელარჯი? არა, ძალიან მერიდება. ელარჯი? ელოდები ვინმე? რა. კაი, მაშინ შეიძლება დავიწყო. მინდა. მოკლედ, აი ამ წელზე გამოჩნდა ტიპი, რომელიც იძახის რომ მინდაო, მაგრამ ცოტა დამიკელით. რამდენია? ჯოგან მეორე ვარიანტია 15%-ს ახლა ვიყიდი და დანარჩენი მერე. და ეხლა მე ვერაფერი ვერ უპასუხე, იმიტომ რომ ხო იცი, ხა შენი პასუხი მაინტერესებდა. მრაზე. ბიჭო არ მისმე. ესე ნაწილ-ნაწილ გირჩევნია გაყიდო. თუ დაუკლებ. რა შეიძლება ვიქნებ? კაი ბიჭო, მე რა უნდა ვიფიქრო, ხო იცი რა შევშო რა ბიზნესიც კან. ახლა მეც. უბრალოდ ვიცი რომ ფული მჭირდება. თანაჩე შენ უნდა მეხედა. ბიჭო, ვიღაცებთან გავიარე ეს კონსულტაციები და ესე გადაჭირთ, ვერავინ ვერ მეუნება თუ რა უნდა გავაკეთო. რასაც გადაწყვეტ რა. ხო იცი რომ გენდობია რა. ბიჭო, ვიცი რომ მენდობი და მადლობა, მაგრამ ეგრე არ გამოვა რა. ხო ხედავ რომ ეხლა მე არაფრის გადამწყვეტი არა ვარ. მიხედე რა. კარგი, მაშინ იცი რა ვქნათ? მოდი გადავდით. და აი გონზე რომ მოხვალ, აი მე რა გავაგზავნო ყველაფერს. ვაუ. გონზე მოსასვლელად ჭირდება ეგ ფული რა. მე თუ დროზე არ წავედი აქედან, მართლა გავგიჟდი. კაი ბატონო, ესე იგი ვეჩქარებო და ვყიდით. ო. აი, ისა ერთი წუთი კიდე რაღაც უნდა გკითხო რა. აი ხარ რომ დავნიშნო ამ დღეებში შეხვედრა, ხო წამოხვალ. თუ ჩემო გარდამოვა. რა ვიცი შევეცდო. მაშინ პარალელურად ტელეფონზე უნდა მყავდა, კაი? ერთ წუთი მოვიდა. ესე იგი შენ ამბობ თუ დაველოდებით უფრო ძვირად გავყიდით არა? ბიჭო, მე არაფერს არ ვამბობ. უბრალოდ შენ კითხე როგორ გინდა. მე არ ვიცი, მაგითო გეკითხები შენ, რა ვქნათ მეთქი. მალხაზ! ბატონო.
მოდი ბიჭო, სათხარ ერთი მომაწოდე მაკრატელი რა. შენ არ მითხარი ბავშვს დაურეკიო კაცო. მერე? რაო? მაკოცე და გეტყვი. კაი მალხაც, რა დროს კოცნაა ეხა რა, მაინც. კარგი. მაშინ აი შენ მაკრატელი. და ბავშვსაც შენ დაურეკე. მე რა პუტია, ეხა როდის იყო რომ არ მიკოცნია? აჰა, მითხარი ეხა რაო? რაო და მოვდივართ 5 წუთში მაგექნებით ხო? მოვდივართო? ხო. ვინ და ვინო? რა ვიცი ეხა მაგას ხوار გითხავდი. აი მე დედა ვინ მოყავს კაცო, ხო ცოტა სხვანაირად დავხვდებოდი, ნუ. რა ყველაფერზე თავს იკლავ კაცო. რა მოგივიდა? ვინმე უცხოს და გადამთინოს ხوار მოიყვანს. ალბათ ის მოყავს, რა ქვია? ირაკლი. ირაკლი მიყვარს ეგ ბიჭი. ხო და რო გიყვარს, იცის და ამიტომაც მოყავს. კაი, მიდი ეხა შენ წითელი სუფრა მომიღე. რა თქმა უნდა, წითელი სუფრა იყოს რა გაშლილია უკვე რა. მალხაზ. აი, აგაშენა ღმერთმა. გამარჯობა. მოგდანდი. როგორ დავაგვია? არა, მოგწონდა. აი მამა გაიცანი, ეს არის თამთა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ხო კარგია. მეტყველების უნარი წამერთვა. ნეც. მართლა ძალიან გემრიელი ელარჯია. მირთეთ. ნიკა კი მეუბნებოდა დედა ჩემი სასწაულ ელარჯს აკეთებსო, მაგრამ დედა ჩემიო, ხო? და მამა ჩემს რომ საუკეთესო სულგუნი და ღერღილი მოაქვს, მაგას არ ამბობს? ვამბობ როგორ არ ვამბობ, ხო? აი ასე კარგია, როცა შენ შრომას აფასებ. ვაფასებ თან როგორ. ღვინო დასიჯეთ მამჩიმის გაწურულია, ძალიან მაგარი ღვინოა. რა კარგია. ჯერ ფერი ნახე, ხარვასავითაა. აგისა. არა, თავი მისკდება ისედაც. არ მინდა. რატო წნევა ხო არ გაქვთ? არ ვიცი. აპარატი თუ გაქვთ, გავუზამა. არა, არ არის საჭირო. ესე ვიცი ხოლმე, როცა ნერვიულობ. რაზე ნერვიულობ, ელარჯზე? ხო, მალხას ელარჯზე. კარგი რა დედა, როდის იყო ცუდად გამოდიოდა? რა ვიცი, ამ ბოლო დროს ყველაფერი ცუდად მიტრიალდება. მორჩი ახლა. პატარა ბავშვით, ნუ იქცევი რა დაჯექი და მოისმინე რას გელაპარაკებიან. შენ რა გინდა, გადი რა. მე გავა, მაგრამ შენ დაწყნარდი რა. აქ იმიტომ ვართ რომ დაგეხმაროთ. აი რა ვინ ვერ დამეხმარება. არ გვაქვს მაგის დრო. სანამ გამომძიებელი მოვა, ყველაფერი დეტალურად უნდა გავიაროთ. მაგალითად რა? მაგალითად ის, რომ გაქცეული და დამალული კი არ იყავი. მეგობარს გაყევის სოფელში რაღაცის გასაკეთებლად. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი. როგორც მინიმუმ წელიწად ნახევარი. რა ვერ გაიგეთ, რომ აქ ციხეში ჩაჯდომაზე არ არის ლაპარაკი. მეც მომადგებია. ვიცი. და ზუსტად მაგიტომაც მივაწოდე გამოძიებას ეგ თვალთვალი ახალ გარემოებად. და მე დამიცვეს მაგრად. დაგიცავენ. ოღონდ უნდა ითანო მშრომლა. არაფერზე არ ინერვიულო. მშვიდად იყავი. ყველაფერი მოყევი, რაც იცი. ალბათ უკვე იცით, ქალაქიდან გაუსვლელობის პირობის დარღვევა რას ნიშნავს და როგორ რეაგირებს მასზე გამოძიება. კი, ბოდიშ ვიხდი. ზუსტად მაგიტომაც შემოვიტანე ახსნა განმარტებითი ბარათი. ვიცი. უბრალოდ თქვენმა კლიენტმა მინდა იცოდეს, რომ განმეორებით შემთხვევაში უკვე აღარ უშვილეს. აღარ განმეორდება. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, დეტალები მაინტერესებს. არის ვინმე ვიზეც გაქვს ეჭვი, რომ გემუქრებოდა. ალბათ ისინი, ვინც ის ხალხი მოკლა. რა სახის მუქარა იყო? სიტყვიერი, სატელეფონო საუბარი, მესიჯი, წერილი. შემომითვალეს. ვინ შემომითვალა? რავი, უბრალოდ მითხრა, ვიღაც ტიპები იყვნენ, გეძებდნენ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტე, რომ გემუქრებოდა. არ გიჩერეთ. რამდენჯერმე უცნობი ავტომობილიც აედევნა. ხო.
არ მომყვებოდნენ და არ ვექიცი. დიდხანს მოყვებოდნენ? არ ვიცი. კონტაქტი ხო არ უცდია შენთან? რომ ეცადათ აქ ვერ ვიჯდებოდი. გოგითხარი არავინ დაიჯერებს სანამ უმკლავენ მეთქი. ჯერა ბატონო, ჯერა. უბრალოდ გამოძიების დასრულებამდე ყველა მოწმეს და ბრალდებულს თვალთვალის და ადევნების შიში აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხილად უნდა ვიყოთ თქვენც და ჩვენც. უფრო თქვენ. ჩემი ტელეფონის ნომერი იცი. კარგი ადვოკატი გყავს. ასე რომ ნებისმიერ წვრილმანზეც კი დამერეკე. კარგი? 7 წუთიო, დაველოდოთ? ალბათ სარეელი ტაქსი არ დადის აქ. ეგეც მართალი. უკვე 9-ო. აი, არა უშავს იყოს რაც არის. აბა ფეხით წასვლას ყველაფერი ჯობია. გიო, კაი, მაშინ იქ სანამ მოვა შევალმე, ხო? თორე, მაგრამ კიდე რო გადაგვიწვიოს, სულად იქნება საქმე. შენთან მოქვს პატარა საქმე. გისმენთ? ეტყობა აქ ცოდას გიხდინა, ხო? რავი, არ ვარ უკმაყოფილო. დამატებით შემოსავლით? უკაცრავად ვერ მიგიხვდით? მოკლედ მე ყველაფერი ვიცი და ყველაფერი დავინახე. როგორ დაგიდო გიორგიმ ფული და შე როგორ შეუცურე ლუდის ქვეშ ნარკოტიკი. არ მესმის რაზე ელაპარაკობთ? მაშინ ერთი ზარი და ყველაფერს გაიგებ. მე არაფერი დამიშავებია. არ მაინტერესებს. მოკლედ ეს იყო ბოლო, როცა შენ გიორგის რაღაცას მიყიდე. თვითონ თხოვა. არ მაინტერესებს. აღარ მისცემ. მაშინ შემეშვას რა. ნუ მირეკავს ყოველ წუთში. შენ ახლა ბიჭო წესიერად. მართლა ვერ არის კარგად რა. ბიჭო მე ესეთი უნამუსო როგორ ხარ ადამიანის ესე ცუდად ყოფნიც არ გიგნა. მოკლედ რაც გინა ის მოიფიქრე. ოღონდ გიორგის აღარ გაეკარო. ჩათვალე რომ ეს არის ჩემი მეგობრული თხოვნა. თუ სისხლის სამართლის კოდექსით გინა რო გესაუბრო. სხვათა შორის მაგენაზე საუბარი ჩემი პროფესიაა. მოკლედ იმედია ყველაფერი კარგად გაიგე. წარმატებით ვისურვებ. ჯერ დამირეკე და მიკითხები რომ თაკვა ხო არ არის სადმე მინდა რომ ჩუმად გელაპარაკო მე აქ მიბარებდა. დარეკე სადმე ვინმე არ ყავს? არა, ვიდან. და გაიკითხე მე ხო შეიძლება რა, ფული ხო ის პრობლემა არა. ვიცი, მაგრამ მე ირინას მეგობარი ვარ. ვიცი ვინც ხართ, ისე კარს არ გაგიღებდით. იცით, მე ვლადოსთან ვარ მოსული. მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელ თვალებს დაიგრეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს